ბატონო ოთარ გამარჯობათ. გამარჯობა. მე გურიანიუსიდან გაწუხებ ჟურნალისტი ირმა მესხია. ბატონო ოთარ, დაახლოებით ერთი თვის წინ თქვენ დაგირეკეთ ჩვენ ბატონ თემურ ჭყონიასთან დაკავშირებით. ალო? და თქვენ განაცხადეთ მაშინ რომ ამის შესახებ აუცილებლად გაარკვევდით ყველაფერს და პირველ რიგში მაინტერესებს თუ საიკითხეთ ჩვენი მასალა გურიანიუსში გამოქვეყნებული. ყველაფერი დავიკითხე გადასვლა. დიახ და თქვენ მაშინ გითხარით რომ აუცილებლად მოკითხავდით ამასთან დაკავშირებით პასუხს ბატონ თემურ ჭყონიას და გვაინტერესებს თქვენ თუ ჩავთვლიდი რომ ის არასწორად მოექცა ქობულეთლებს და ცუდი რამე თქვა ქობულეთლებზე მეთქი და მე მართალი რომ გითხრათ სათანგაშოს იქ ვერაფერს ვერ ხედავ. რაში ბატონო ოთარ რაში ვერ ხედავ? წინამდელ გამოქვეყნებულ სტატიაში. არა, ერთი წლის წინანდელ გამოქვეყნებულ სტატიაში აქ საგანგაშო ის არის რომ ქობულეთთან დაკავშირებით საუბრობს ის რომ გააჩნია ვინ როგორ გაიგებს. არსებული სიტუაციის დიახ ქობულეთები ორთვე წელიწადში ნამდვილად აქტიურად მუშაობენ. და დანარჩენი აქტიურად ისრებენ. დაუთხარ ქობულეთი და ეს არის სწორედ. აკუთრებულობთ მანდამაც ისე რომ თვითონ თვირთი დაჯანგებულები აქვს ქობულეთის დანარჩენი აფიცის განმავლობაში და ორი წელი უმოძრავებს მაინც. მერე ფურდობა გადავაჭრე ფიქრობთ ქობულეთის გადავაჭრე ფურდობა შეხები გადავაჭრე ფურდობა შეხები მაგას ერთი წუთით ბატონო ოთარ მე არ ვიცი თქვენ რამდენი მე სულ და მას უთხით ხოდე ბატონო ოთარ, როცა ჟურნალისტს ესაუბრებით, თქვენ მით უმეტეს ამ წუთისთვის მე მგონი იცით, რომ როცა ჟურნალისტი გირეკავს მე ძალიან კარგად ჩემი. ყველაფერი ვიცით, ახლა გაუნებით ამას. სანამ გამოაქვეყნეთ სტატიას. მე უნდა შემითახმო ეს სტატიის შინაარსი თავიდან ბოლომდე, ჩემგან უნდა მიიღოს ახობა და მე უნდა დაბეჭდოთ. ან ყოველ შემთხვევაში ჩემთან ლაპარაკობთ. ახლა მე რაც ლაპარაკებით, ამას თუ ყველაფერს გამოაქვეყნებთ კიდევ დაწეთ, თქვენ არასწორი იქნებით. რატო ბატონო ოთარ? კერძო პირი როგორც ბატონო ოთარ მე თქვენ მე ის სტატია იმიტომ რომ ისეთი რაღაც იყოს ნიუანსი რომელსაც შეიძლება თქვენ ისე ფიქრობთ მაგრამ მე შევფიქრობ ზუსტად ესეთი შემთხვევა იყო ეგეც ბატონო ოთარ მე თქვენ არ გირეკავთ როგორც კერძო პირი მე თქვენ მოჭრა ზიქრების მოჭრადაც იყო საუბარი დიახ დიახ მოჭრა ეს არის სახელმწიფო მიხედავ რაღაც პირობებით და გარემოსდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებს დეპუტატმა ვარჩივნი ახლა ის ზედმეტი ხელმოწერდა ვინაგრები მაგრამ ეს სამსახურები მყავს ის სპეციალური მყავს მე სამსახური გარემოსდაცვის ურა გარემოსდაცვას მიმართეთ და დაადგინოთ ბატონო ოთარ ის სამსახურები და როგორ მოექცა ის ხეთხეს ბატონო ოთარ თქვენ ხართ ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი და გეხებათ აბსოლუტურად ყველაფერი დიახ და აბსოლუტურად ყველაფერი გეხებათ და ყველაფრის საქმის კურსი უნდა იყოთ ხე კი არა ერთი რამეს რაც რა შენეთიერი მე რა ძალიან ხო რა ნუ მასწავლე გამეხება და რა არ მეხება მე ძალიან გახსოვდი რა მეხება და მაქსიმალურად ვაკეთებ ყველაფერს ისი გახდება ჩემი ძრა და არა ბატონო ოთარ ნამდვილად არ შეიძლება მე არა გასაგებია მაგრამ თქვენ მეუბნებით რომ თქვენ აკეთეთ პურის საქმე ბატონო ოთარ მე მინდა გითხრათ ბატონო ოთარ აქვე რომ მე როდესაც კერძო პირს რო ისე როგორც გესაუბრებითო მეუბნებით როგორც კერძო პირს მე როგორც კერძო პირი თქვენთვის არ დამირეკავს გითხარით რომ გირეკავთ ჟურნალისტი გურიან ნიუსიდან ესე იგი ვრეკავ ჟურნალისტი ბატონო აკაცრამეზე მირეკავენ მეკითხებიან მაგრამ სანამ გამოაქვეყნებდნენ მითახმებენ იმას ხოთაში ბატონო გეუნებით რომ მე რაც მინდა ის დაწერეთქო შეიძლება ის კუთხე და ის მიდგომა რასაც თქვენ დაპირებთ იმ სტატიაში და შენ მიდგომა სამსები რადიკალურად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან დიახ მაგრამ ამიტომ თქვენ ამ სტატია დაბეჭდოთ ბატონო ოთარ ამ სამისოფლება როგორ ფიქრობ
ბატონო ოთარ, ჩვენ კითხულობთ თქვენთან კომენტარს კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით. თქვენ ახლა თქვენი მოსაზრება გამოთქვით, მე როგორც აი შეფასებას თუ გაუკეთებ. გამოქვეყნდა უკვე, მე კიდე რა უნდა გითხრა. არა, გასაგებია, მაგრამ მაგის საუბარზე უკვე გამოქვეყნდა. დიახ, მაგრამ თქვენ თქვით, მე არ ვიცი. რა გინდათ ახლა ვერ გავიგე. არა, თქვენ თქვით, რომ მე აუცილებლად გავარკვევ ბატონ თემურთან ამ ყველაფერს და მაინტერესებდა გაარკვიეთ თუ არა და რა. თემური არ მენახია, მაგრამ ის სტატია წავიკითხე, რომელიც მიმითითებს ყველა ჟურნალისტი. დიახ. ახლა მოვიღე გასული წლის სულთან. ასე ბული შეფცია, კომუნიკაცია და არ ერთი წლების წელიწად ნახევარის წინანდელ მასალას სწავლობ. მიადევნე სტერეოტიპა, თვალყური. ბატონო დიახ. კომუნიკაცია გამგებელი რო ვიყავი. პირველი რაც მე გავაკეთე, დაუძახე ორივე კომუნიკაციას. ხოლმე მოეწალა თექნიკავი რაც იყო კომუნიკაცია. პრობლემები გამგობისინ. დიახ. მაგრამ ვინმე კონკრეტულად რო თქვა და რაღაც ისეთ პირობები ჩარგება და ამის სოფლებას აღარ ვიცი. ამიტომ კეთილი ინებეთ შევწავდეთ და დამირეკეთ მედიცინის საკითხზე გასა. ალო ბატონო ოთარ ვერ გავიგე ბოლო ფრაზები დამითხარით მე მგონი სადღაც ისეთ ადგილას ხართ არ მესმის თქვენი ბოლო ალო